მოგესალმებით ყველას. მიხეილია თქვენთან ერთად და ჩემი არხია YouTube-ზე. მიხეილ HD. შემოგვერთით, აუცილებლად გააკეთეთ subscribe და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი საინტერესო ვიდეოები. დღეს მე მინდა წარმოგიდგენოთ ერთი საინტერესო გაკვეთილი, როგორ დავარენდეროთ Adobe Premiere-ში YouTube-ისთვის ისე, რომ მივიღოთ მაქსიმალურად კარგი ხარისხი და კარგი შედეგი. აუცილებლად გაითვალისწინეთ ერთი რამ. არასოდეს არ შეუცვალოთ frame rate-ი ვიდეოს, ანუ თუ თქვენი ვიდეო გადაღებულია 30 კადრზე, თუ თქვენი ვიდეო გადაღებულია 24-ზე, 25-ზე, ან 60-ზე, არ აქვს მნიშვნელობა. რენდერის დროს არასოდეს შეუცვალოთ კადრების რაოდენობა. აუცილებლად გაითვალისწინეთ, ხოლო ეხლა კი გადავიდეთ რენდერის სეტინგებზე და უკვე განახლებთ პრაქტიკულად რა შეიძლება შეიცვალოს და რა არ შეიძლება შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ არადამთხოვ ხმას, ანუ ხმა და მოძრაობა არ დაემთხოვ ერთმანეთს, რაც ძალიან ხშირად მესმის, ძალიან ხშირად გკითხულობთ კომენტარებშიც და ამიტომ გადავწყვიტე ამ ვიდეოს გადაღება. Adobe Premiere-ში რენდერის დასაწყებად, ანუ იმისათვის რომ გამოვიტანოთ რენდერის სეტინგები, კლავიატურაზე უნდა ავირჩიოთ Ctrl+M შორტკატი. Ctrl+M. გაითვალისწინეთ ერთი რამ. თუ თქვენ აი აქ რამოდენიმე ლეიერი გაქვთ და უბრალოდ გინდათ რენდერი გააკეთოთ მხოლოდ რაღაცა პატარა ნაწილში, ამისათვის უნდა ავირჩიოთ შორტკატ key X. X-ი გვეხმარება რაში? თუ თქვენ ვიდეო გინდათ საბოლოო რენდერი მიიღოთ მხოლოდ აი აქამდე, აი ამ ნაწილამდე და არ გინდათ გახვიდეთ ბოლომდე, X-ი დაგეხმარებათ სწორედ აი ამაში. აი გამოგიჩნდებათ თქვენ სამუშაო ადგილი, რომლის იქითაც თქვენი რენდერი არ დარენდერდება, ანუ თქვენ უთითებთ რომ დაარენდეროს მხოლოდ აი ამ ნაწილში და არა აი აქეთ. ამიტომ თქვენ X-ის არჩევისას, როდესაც აი ამ პატარა ისარს გაწევთ, გამოწევთ და დააყენებთ იმ ადგილას, სადაც თქვენ გსურთ და თქვენ გესაჭიროებათ რენდერი დამთავრდება ზუსტად აი ამ ადგილას. მოდით ახლა ჩავრთოთ რენდერი, ანუ ავირჩიოთ Ctrl+M და ნახოთ რას გამოგვიტანს. ჩვენი ვიდეოს მოკლე ინფორმაცია, ეს რა ფოლდერში მდებარეობს, ამას არ მიაქცევთ, ყურადღება არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ აირჩევთ რა ფოლდერს და აი აქ გკითხულობთ შემდეგს, რომ ეს ვიდეო გადაღებულია Full HD-ზე, ანუ 1920x1080 ხარისხით. შემდეგ კადრების რაოდენობა არის 23 და 976, ანუ 24 კადრია. ეს არის აუდიო პაკეტი, ანუ ეს არის აუდიო ბიტრეიტები და აუდიოს ხარისხი, ხმის ხარისხი. შემდეგ ვიწერს მეგაბიტებს, ანუ 10 მეგაბიტშია ეს ვიდეო გადაღებული. კამერას არ ქონდა მეტი შესაძლებლობა შესაბამისად და მაქსიმუმი 12 მეგაბიტი. ეს უკვე საბოლოო რენდერის მიღების ხარისხია და აი ამას უკვე შემდეგ აი ესე გავივლით. ეფექტები, ვიდეო, აუდიო, მალტიპლექსერი, captions, publish, ეს ყველაფერი არ გვჭირდება, დაივიწყეთ უბრალოდ გადავიდეთ ხოლმე აი აქ ვიდეოზე. პირველ რიგში კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეთ. YouTube-ს გააჩნია თავისი კომპრესია, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა კარგი ხარისხით დაარენდეროთ, YouTube-ი გარკვეულწილად აკეთებს მაინც თავის კომპრესიას. აქედან გამომდინარე, ერთ პატარა ინფორმაციასაც მოგაწვით. მე მაგალითად თვითონ ვიდეოს YouTube-ზე ვააპლოუდებ დაახლოებით 10 გიგაბაიტიდან სადღაც 40 გიგაბაიტამდეც მიწევს ხოლმე ხანდახან რამდენიმე ვიდეოს ატვირთვა YouTube-ზე და თუ ამ ვიდეოს ისე უკან ჩამოვტვირთავ, სამწუხაროდ გამოდის სადღაც 2-3 გიგაბაიტი. გამომდინარე იქიდან, რომ YouTube-ი, როგორც გითხარით, უკვე თავის კომპრესიას მაინც უკეთებს. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ხარისხი მაქსიმალურად არ დაგვიკარგოს YouTube-მა თავისი კომპრესიის შემდეგ, ამიტომ გავაკეთოთ შემდეგი რამ. რა თქმა უნდა, თქვენ კამერასაც უნდა გქონდეს შესაძლებლობა კარგი ხარისხის ვიდეოს გადაღების და კარგი ბიტრეიტები გქონდეს. ეხლა რაც შეეხება ბიტრეიტებს, მოდით ავხსნათ რა არის
bitrate-ები. Photoshop-ი ალბათ ყველას გაგიგონიათ, სურათიც ალბათ ყველას გაგიხსნიათ Photoshop-ში და აგერ მოდით გავხსნათ სურათი. მოკლედ, რა არის bitrate-ები ვიდეოში? ისევე როგორც ფოტოგრაფიაში, ფოტოში არის პიქსელები, კომპრესია, როგორც Photoshop-ს აქვს კომპრესია save-ის დროს, ასევე აქვს კომპრესია ვიდეოსაც. ვიდეოს აქვს მეგაბიტები წამში, ხოლო ჩვენ ფოტოგრაფიას თავისი კომპრესია აქვს JPEG ფორმატში და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, აი ეს სურათის მიახლოებისას გიჩნდებათ აი ეს კვადრატები, აი შეხედეთ, რაც უფრო მიახლოებთ სურათს, მით უფრო მეტი კვადრატი გაგიჩნდებათ და მით უფრო დააკლდება ხარისხი. ასეთივე ხარისხის მაჩვენებელია სწორედ აი ეს ვიდეოში ჩვენი bitrate-ები. აი ეს შეხედეთ, target bitrate megabitებშია განსაზღვრული ჩვენი bitrate-ები და ჩვენი bitrate-ების მართვაც შეგვიძლია რა თქმა უნდა საბოლოო რენდერში. Match source არის ფუნქცია, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ დავტოვოთ ყველაფერი იგივე ორიგინალურ ხარისხში, რასაც წარმოადგენს ჩვენი პირველადი ვიდეო. მე ჩართული მაქვს ავტომატურად, მაგრამ შემიძლია გავთიშო ნებისმიერი აი აქ setting-ის გათიშვა შეგიძლიათ და შეგიძლიათ დააყენოთ ხელით. ნუ შეცვლით bitrate-ებს რენდერის დროს. აუცილებლად გადახდება ხმა ნებისმიერ შემთხვევაში. ჩამოვიდეთ ქვევით და პირველ რიგში მოვუნიშნოთ rendered maximum depth. VBR1PS ეს არ შევცვალოთ და რაც შეეხება bitrate-ებს. მე ყოველთვის ვარენდერებ მინიმუმ 40 ან 50 მეგაბიტი წამით, აი ესე 40 და ქვევითაც შეგიძლიათ ჩაუწეროთ ან 40 ან 50, ანუ მაქსიმუმი არის 50, მას მეტი არ წავიდეს. შესაბამისად, როგორც ხედავთ, აი აქ უკვე იცვლება ფაილის ზომა, რაც უფრო მეტი bitrate-ია, შეხედეთ, მით უფრო ემატება ფაილის ზომა. 40 ან 50 მეგაბიტი დააყენეთ, აი ესე, 50-იც აქ შეგიძლიათ ერთი და იგივე დააყენოთ, ზევითაც, ქვემოთაც, მინიმუმით და მაქსიმუმით, იმისათვის რომ არ ჩამოვიდეს დაბლა. აუცილებლად გაუთიშეთ აი ეს keyframe distance და აუცილებლად ჩაუვთეთ render use maximum render quality. აუცილებლად ჩაუვთეთ ესეც, ხოლო დანარჩენი დატოვეთ ისე, როგორც ჩემთან არის მოცემული და უკვე შემდეგ შეგვიძლია თავმად დავაჭიროთ exports. რაც შეეხება exports, ну, რა თქმა უნდა, ვიდეო დასეივდება იქ, სადაც კი თქვენ მიუთითებთ. ასევე შეგიძლიათ აი ამ თქვენი setting-ების შენახვა, დასეივება შემდეგისთვის, რომ შემდეგ თქვენი ვიდეო იგივენაირად ძალიან მოკლედ აირჩიოთ აერთიდან თქვენი setting-ი და დაარენდეროთ იგივე ოფციებით. ავირჩიოთ აი აქ შეხედეთ save preset. დავაჭიროთ save presets და აუცილებლად მოვუნიშნოთ აი ეს ორივე ოფცია. Save effects settings, save publish settings. ანუ ის რაც ჩვენ აქ ავირჩიეთ, ნიშნავს იმას, რომ აი მას მოვუნიშნავთ და დაამახსოვრებს ავტომატურად ყველა settings. აქ დავარქვით ნებისმიერ სახელს, აი ესე test 23 FPS თქვათ და მივცეთ OK. ისო, მორჩა. ჩვენი setting-ები დამახსოვრებულია და შემდეგი ვიდეოს რენდერისას პირდაპირ შეგვიძლია ეგ preset-იდან ავირჩიოთ, აი აქ არის ჩვენი preset-ი უკვე დამახსოვრებული. ეს არის ჩემი ძველი preset-ი, ეს არის ახალი preset-ი, რომელიც დავიმახსოვრეთ. პირდაპირ აირჩევთ, რამდენადაც არ უნდა იყოს განსხვავებული preset-ი, აი არეულია ახლა ამჟამად სულ ყველაფერი. და შეხედეთ, ავირჩიეთ ჩვენი preset-ი და ავტომატურად დააყენა ზუსტად იგივე, რაც კი ჩვენ გვქონდა აი ამ წინა რენდერის დროს გათვალისწინებული. სწორედ ეს არის YouTube-ისთვის ყველაზე კარგი ხარისხით, ყველაზე ოპტიმალური ხარისხით რენდერის setting-ები და შეგიძლიათ გაითვალისწინოთ. ხო, კიდევ ერთი რამ. ნუ შეეცდებით სხვა frame rate-ის მქონე ვიდეო, მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ 60 FPS-ში დაარენდერებული, არ დაარენდეროთ თქვენი ვიდეო, თქვათ, აი ამ თქვენი დასეივებული, დამახსოვრებული 23 FPS-ის preset-ით. ყოველთვის შეეცადეთ, რომ FPS-ი, ანუ frame rate-ი დატოვოთ იგივე
რაც კი გქონდათ ორიგინალ ვიდეოზე. ეს არის და ეს აუცილებლად პირველ რიგში რაც კი უნდა გაითვალისწინოთ რენდერის დროს და თქვენ თავს არიდებთ უკვე ხმისა და ვიდეოს გადახდომას, ანუ როდესაც არ ემთხვევა ხმა მოძრაობას. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენთან ერთად ხომ მიხეილი ჩემი YouTube-ზე შემოგვერთით აუცილებლად გააზიარეთ, მოვყევით მეგობრებსაც ამ ვიდეოს შესახებ და დროებით ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად.